ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით გამოწვეული ენერგოკრიზისის დაძლევას ამერიკის შეერთებული შტატები კონკრეტული ზომებით ცდილობს. Საწვავზე ფასების შესამცირებლად ვაშინგტონმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების დროებით მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. საგამონაკლისო წესი 12 აპრილამდე იმოქმედებს. საუბარია უკვე ტანკერებზე ჩატვირთულ სანქცირებულ ნავთობზე. იმის მიუხედავად, რომ ვაშინგტონი საკუთარ ქმედებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, რუსეთისთვის სანქციების დროებით მოხსნა უკვე გახდა ევროპელ ლიდერთა უკმაყოფილების მიზეზი. გადაწყვეტილება არასწორად ცხადდება რუსეთთან ომში მყოფ უკრაინაშიც. კიევში პროგნოზირებენ, რომ მოსკოვი დამატებით მილიარდობით დოლარს მიიღებს, რაც მშვიდობას ნამდვილად არ მოხმარდება. გივი ბარამიძე გიამბობთ. ნავთობის ინფრასტრუქტურასა და გემებზე ირანის თავდასხმების შედეგად ჰორმუზის სრუტეში გამოწვეულმა შეფერხებებმა მიწოდების მარშრუტები შეამცირა. ნავთობის ფასების ცვალებადობის შესაკავებლად ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივა რუსულ ნავთობს შეეხო და შესაბამისად რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები დროებით მოიხსნება. სანქციები მოიხსნა ამჟამად ზღვაში გემებზე მყოფ რუსულ ნავთობზე. შეერთებულ შტატებში ამტკიცებენ, რომ ნავთობის ფასების დროებითი ზრდა მოკლევადიანი და დროებითია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უზარმაზარ სარგებელს მოუტანს ვაშინგტონს. ეს ვიწროდ მორგებული მოკლევადიანი ზომა მხოლოდ უკვე ტრანზიტში მყოფ ნავთობზე ვრცელდება. ის რუსეთის მთავრობას მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს, რომელიც ენერგეტიკული შემოსავლების უმეტეს ნაწილს მოპოვების ადგილზე დარიცხული გადასახადებიდან იღებს. შეერთებული შტატების მტკიცებას, რომ სანქციების დროებითი მოხსნა რუსეთს ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს, მოსკოვი არ ეთანხმება. რუსეთის ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ენერგეტიკის სექტორში გლობალური კრიზისის მზარდი პოტენციალი არსებობს და სანქციების მოხსნა გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ბაზრის სტაბილიზაციას, რადგან მოსკოვის მტკიცებით რუსული ნავთობის მნიშვნელოვანი მოცულობის გარეშე ბაზრის სტაბილიზაცია შეუძლებელია. რუსული ნავთობის სანქციებისგან გათავისუფლება ბაზრის სტაბილიზაციისკენ არის მიმართული, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია დაუბრუნდება თუ არა ნავთობის ფასი ომამდე არსებულ მდგომარეობას. შეერთებული შტატების მოსაზრებასთან გარკვეულწილად წინააღმდეგობაშია დღეს გამოქვეყნებული მონაცემები, რომლის მიხედვით ნავთობის ფასების ზრდით რუსეთი დღეში 150 მილიონი დოლარის დამატებით შემოსავალს იღებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციის მიზნით ზომებს იღებს. ამ მხრივ ჩვენი ინტერესები ემთხვევა. ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების განცხადება, რომ ეს გამონაკლისი 12 მარტამდე უკვე დატვირთული ნავთობისთვის ხდება, მაგრამ მათ ასევე განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ნავთობის სანქციების მოხსნის შემდგომი გეგმები. ამიტომ ამჟამინდელ სიტუაციაში ჩვენი ინტერესები მართლაც ემთხვევა. ასე ვუყურებთ ამას. რუსეთმა განაცხადა, რომ ამჟამად ტრანზიტში დაახლოებით 100 მილიონი ბარელი ნავთობი აქვს. კვირის დასაწყისში ბარელი ნავთობის ფასმა $120 მიაღწია. მოგვიანებით კი კლება დაიწყო. ამის მიუხედავად ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ფასი დღეს $101. ბაზრის სტაბილიზაციის საკითხში განსხვავებული მოსაზრებები აქვს შეერთებულ შტატებს და უკრაინას. უკრაინის ხელისუფლების პოზიცია, რომ სანქციების შემსუბუქება უკრაინისთვის სერიოზული დარტყმა და რუსეთისთვის დათმობა იქნება. ახლო აღმოსავლეთის ომი კიევისთვის ასევე აჩენს შეშფოთებას, რომ ირანის წინააღმდეგ ომი ევროპაში მიმდინარე ომიდან ყურადღებას გადაიტანს. ჩვენ გვესმის სიგნალები, რომ ეს სიტუაციის სტაბილიზაციას ისახავს მიზნად. თუმცა ჩემი აზრით ლოგიკა სრულიად განსხვავებულია. ფაქტია, რომ რუსეთი ამ ფულს იარაღზე ხარჯავს. უპირველეს ყოვლისა დრონებზე, რომლებიც მასობრივად ესხმიან თავს უკრაინელებს. და როგორც უკვე ვხედავთ სადაზვერვო ანგარიშებიდან, იგივე დრონები გამოიყენება ირანის მეზობლების, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების, ასევე იქ სხვადასხვა ბაზებზე მყოფი ევროპელებისა და ამერიკელების წინააღმდეგ. ამიტომ საბოლოო ჯამში სანქციების მოხსნა მხოლოდ იმისთვის, რომ მოგვიანებით მეტი დრონი გაფრინდეს თქვენსკენ, ჩემი აზრით ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება. ამერიკის მიერ სანქციების ეს ერთჯერადი შემსუბუქება რუსეთს ომისთვის დაახლოებით 10 მილიარდი დოლარით უზრუნველყოფს. ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს მშვიდობას. რუსულ ნავთობზე სანქციების მოხსნას თითქმის ერთხმად ეწინააღმდეგებიან ევროპის ქვეყნები, რომლებიც ტრამპის გადაწყვეტილებას მცდარს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ეს რუსული ომის მანქანას აძლიერებს. მანამდე საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს 32 წევრმა ქვეყანამ ბაზრისთვის 400 მილიონი სარეზერვო ნავთობის მიწოდება გადაწყვიტა. თუმცა ამ ზომას განსაკუთრებული ეფექტი ჯერ არ ჰქონია. გერმანიის კანცლერის განცხადებით, ამჟამად ფასის პრობლემა არსებობს, მაგრამ არა რაოდენობრივი. ამიტომ ფრიდრიხ მერცს აინტერესებს, კიდევ რა მოტივებმა აიძულა ამერიკის მთავრობა ეს გადაწყვეტილება მიეღო.
დიდი შვიდეულის 6 წევრმა ძალიან მკაფიოდ გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს არ არის სწორი სიგნალი. შემდეგ დღესდილით გავიგეთ, რომ ამერიკის მთავრობამ როგორც ჩანს სხვაგვარად გადაწყვიტა. სამწუხაროდ რუსეთი კვლავ აავლენს მოლაპარაკებების სურვილს. ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა მოსკოვზე. მინდა ძალიან ნათლად განვაცხადო. სანქციების ახლა შემსუბუქება ნებისმიერი მიზეზით ჩვენი აზრით არასწორია. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ირანში ომი არ შეგვიშლის ხელს და ვერც ყურადღებას გადაგვატანინებს. დღეს რუსეთს შეიძლება სჯეროდეს, რომ ირანში ომი მას შესვენებას მისცემს. ის ცდება. 2 დღის წინ გამართულ დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ნავთობის ფასების ზრდის კონტექსტმა არანაირად არ უნდა გამოიწვიოს რუსეთის მიმართ ჩვენი სანქციების პოლიტიკის გადახედვა. სანქციებთან დაკავშირებით სრულიად მართალია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამონაკლისები დაუშვა. შეზღუდული დროითა და პირობებით და რამდენიმე ქვეყნისთვის. რაც შეეხება ევროპელებსა და საფრანგეთს, სანქციები უნდა შენარჩუნდეს და არსებული ვითარება არანაირად არ ამართლებს მათ მოხსნას. რუსეთი დღეში დაახლოებით 10 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს, ხოლო ჰორმუზის სრუტის ბლოკირება ნავთობის ნაკადს 13-14 მილიონი ბარელით ამცინებს. აზიის მთავრობებმა, რომლებიც სპარსეთის ყურიდან ნავთობის ძირითადი მყიდველები არიან, ნავთობის ფასების ზრდის საპასუხოდ მთელი რიგი ზომები გამოაცხადეს. მაგალითად, ფილიპინები ნედლი ნავთობის დაახლოებით 95%-ს ახლო აღმოსავლეთიდან იღებს. ქვეყნის პრეზიდენტმა საჯარო მოხელეებს საწვავის დაზოგის მიზნით 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლისკენ მოუწოდა. იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და ტაილანდმა ბენზინის ფასების ლიმიტები დააწესეს. ჰორმუზის სრუტიდან ნავთობის ტანკერების გამოსაყვანად სამხედრო ესკორტირების შესაძლებლობაც განიხილება, თუმცა ირანის მუქარის ფონზე ამ დრომდე უცნობია, ვინ აიღებს ესკორტირებაზე პასუხისმგებლობას.